ეს მერიამ დილიდან მოგვაწოდა ჩვენ წერილობით პასუხი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსთავი 2 ვეღარ შეძლებს ღონისძიების ჩატარებას ქუთაისის მთავარ მოედანზე, თუმცა მთელი კვირის განმავლობაში რუსთავი 2-ისთვის ცნობილი იყო, რომ ღონისძიება უნდა გამართულიყო და ამის ანონსებიც გადიოდა ტელეეთერში, როგორც რუსთავი 2-ის მენეჯმენტმა განაცხადა, სწორედ ეს ამბავი შეთანხმებული იყო უშუალოდ ვიცე-მერთან. ჩვენ ცოტა ხნის წინ ჩავწერეთ ის მოსახლეობა, რომლებიც ემზადებოდნენ ხვალ აქ მოსასვლელად, მათი ნაწილი რომ ისინი სოფლებიდან ჩამოვიდნენ, იმიტომ რომ ღონისძიებას დასწრებოდნენ, ასევე ნაწილი ახალგაზრდები ამბობენ, რომ კონცერტზე დასწრებას სურდათ, ხოლო უფროსები აცხადებენ, რომ მათ ბავშვების მოყვანა სურდათ, რათა გასაბერი ატრაქციონებით ესარგებლათ. აპირებს ამოსვლას. თორე ჩვენთან ქუთაისში არაფერი არ არის. ისეთი ღირსშესანიშნავი სანახაობები და წამოვა ბავშვი. და რო აღარ ტარდება იცით? არა, გარვიცი. ჩემი შვილები და ჩემი მეგობრები შვილებიც იყვნენ ძალიან გახარებული და მათთვის ეს იყო საინტერესო. მაგრამ ეხლა ამბობენ რომ რაღაც შეიცვალა და ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო და თქვენ ხომ არ იცით რა შეიცვალა. ვიცოდი რომ აქციაა და უფასო დასწრება არის და სიამოვნებით მინდა ბავშვი წამოვიყვანო იქ და მოვახერხო კიდევაც. და იცით რომ მუნიციპალიტეტმა მისცა საშუალება არ მოგვცა რუსთავის? ეს არ ვიცოდი, ნამდვილად არ ვიცოდი. ძალიან კარგი იქნებოდა ეს კონცერტი ჩატარდა. და ძალიან კარგი სანახაობა იქნება. კი ვიცოდით, მაგრამ მე მგონი აღარ ტარდება კონცერტი და რატო აღარ ტარდება არ ვიცი. აპირებდით მოსვლას ისე? მე მგონი კი, მეგობრებთან ერთად. რატომ შესვლა მუნიციპალიტეტმა გადაწყვეტილება, როგორც გითხარით ამ თემას დილიდან კომენტარს არც ქუთაისის მერი და არც ვიცე-მერი არ აკეთებენ. ერთადერთი დღეს კომენტარი გააკეთა მხოლოდ მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, რომელმაც ოფიციალურ მიზეზად დაასახელა სარეაბილიტაციო სამუშაოები ცენტრალური მოედნის პარალელურ გზაზე, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი გზა, რომელიც მიზეზად დასახელდა, რამდენიმე თვეა გადაკეტილია და ამ პირობებში 2 ღონისძიება ჩატარდა უკვე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, რისთვისაც გადაკეტილი იყო ასევე ცენტრალური მოედანი, მეორე ქუჩა კი უშუალოდ უერთდება მთავარ მოედანს, სადაც იმ შემთხვევაში, თუ მოედანი გადაიკეტება, ამ ქუჩაზეც გადაადგილება შეუძლებელი ხდება.